პოლონეთსა და ბელარუსს შორის სასაზღვრო გადაზიდვები ჩინეთის ვაჭრობის მნიშვნელოვანი რგოლია, რაც ცნობისთვის მაყურებელმა ამ ვიდეოდან უკვე კარგად იცის. ამ არხზე ბევრს ვსაუბრობთ ჩინეთის სარტყელისა და გზის პოლიტიკაზე, რომელიც წარმოადგენს გლობალურ სატრანზიტო ჯაჭვს ჩინური საქონლის ექსპორტისათვის. ამ გზაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ბევრად უფრო სწრაფად აკავშირებს, ვიდრე საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვები. ამ სარკინიგზო გადაზიდვების 90% კი სწორედ ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარს გადის. ამ მარშრუტზე ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ტვირთბრუნვა 2024 წელს 10.6%-ით გაიზარდა, ხოლო ტვირთბრუნვამ 85%-ით მოიმატა და 25 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ახლა ეს დერეფანი წარმოადგენს ევროკავშირი ჩინეთის მთლიანი ვაჭრობის 3.7%-ს, მაშინ როცა 1 წლის წინ ეს მაჩვენებელი 2.1% იყო. ეს გზა სასიცოცხლო ხაზი გახდა ისეთი კომერციული გიგანტებისთვის, როგორებიცაა ტემუ და შეინი. შესაბამისად, ბელარუსსა და პოლონეთს შორის საზღვრის ჩაკეტვა ჩინეთისათვის არც ისე პატარა პრობლემაა. სწორედ ამიტომ ჩავიდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი პოლონეთში მისი ევროპული ტურნეს ფარგლებში. ჩინეთის არგუმენტი მარტივია. გლობალური ვაჭრობა ყველა მხარისათვის მომგებიანია, ხოლო პოლონეთი ამ შემთხვევაში უპირატესობას თავდაცვას ანიჭებს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას საზღვარს მაშინ გახსნის, როცა გარანტია ექნება, რომ ქვეყანას არ ემუქრება არანაირი პროვოკაცია. იქიდან გამომდინარე, რომ პოლონეთზეა დამოკიდებული საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება, ის უპირატეს მდგომარეობაშია და შანსი აქვს ჩინეთთან სასარგებლო მოლაპარაკებები აწარმოოს და ასეც მოხდა.